მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ მუშმალას მურაბა, რომელიც საოცრად გაგაკვირვებთ თავისი გემოთი და სტრუქტურით. შინაურულის არხზე არის კონსერვების პლეილისტი, სადაც უამრავი მურაბის და ჯემის რეცეპტია და სხვა კონსერვების რეცეპტებიც. ამიტომ აუცილებლად ნახეთ და დაათვალიერეთ. აი ჩემი ეზოს პატარა მუშმალის ხე, რომლისგანაც დღეს მოვამზადებ მურაბას. მუშმალა არის ძალიან სასარგებლო და გემრიელი ხილი. სასარგებლოა განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სისტემისთვის, ასევე იმუნიტეტის გასაძლიერებლად. არის დაბალკალორიული და აუცილებლად უნდა მიირთვათ სეზონზე. მუშმალა დავკრიფოთ, გავრეცხოთ. შემდეგ მოვაშოროთ ეს შავი ნაწილები და მხოლოდ ჯანსაღი ნაწილები დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. მოვაშოროთ კურკები და შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში. სასურველია ქვაბი იყოს სქელძირიანი. საკმაოდ შრომატევადია მუშმალის ასე მომზადება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მისი მურაბა იმდენად გემრიელია, რომ შრომად ღირს. გასუფთავებული მუშმალა მოვათავსოთ ქვაბში. დავაყაროთ 1 კილოგრამ მუშმალაზე 9 კილოგრამი შაქარი. დავასხათ 200 მილილიტრი წყალი და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ კი დავადგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ ადუღებიდან 15 წუთი. შემდეგ კი ბოლომდე გავაცივოთ. უკვე პირველ ჯერზე მოდუღებული მურაბა და გაცივებული ისევ დავადგათ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ ადუღებიდან უკვე ისევ 10 წუთი. შემდეგ გავაცივოთ და მესამე ჯერზე ადუღებისას უკვე ბოლომდე ვხარშოთ. მოვხადოთ ქაფი და ასეთ ქარვისებრი ფერის მიღების შემდეგ ჩვენი მუშმალას მურაბა მზად არის, რომელიც ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში და შევინახოთ. უგემრიელესი, საოცარი ფერისა და სტრუქტურის მუშმალას მურაბა მზად არის მისართმევად. დღეს სულ ეს იყო. მადლობა, რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.